გამარჯობა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტენეს საწარმოში. ტენი არის პირველი ქართული ეკომეგობრული USB კაბელი. და ჩვენ ახლა გავისაუბრებით ბექას, ტენეს მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც მოგვიყვება აწარმოების პროცესის და ნარჩენების გადამუშავების შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ტენეს საწარმოში. მოგესალმებით ბექა. თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ, პირველ რიგში რა არის ტენეს მთავარი მისია და მიზანი? ტენეს მისია არის, რომ პირველ რიგში ამაღლოს ცნობიერება საზოგადოების და ქართული საზოგადოების, რომ ვიზრუნოთ გარემოზე, დავიცვათ გარემო პლასმასის ნარჩენისგან. რა ტიპის პლასტიკურ ნარჩენებთან მუშაობთ? ყველა ტიპის პლასმასთან გამკლავება. ბექა, თუ შეგიძლია რომ გითხრათ, რა რაოდენობის პლასტიკურ ნარჩენს ამუშავებთ წლის განმავლობაში? ახლობით 300 პარტნიორი კომპანიისგან წლის მანძილზე ჩავიბარეთ 100 ტონამდე პლასმასი. ატარებს თუ არა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს? რაც დავიწყეთ აქტიურად ბრძოლა პლასმასის წინააღმდეგ, ეგრევე ზუსტად მაგ კამპანიებში ჩავდეთ ჩვენი ენერგიის რესურსი, რომ რაც შეიძლება მალე აგვემაღლებინა საზოგადოებისთვის ცნობიერება. დიდი მადლობა ბექა, მადლობა მასპინძლობისთვის ტენეში და წარმატებებს გისურვებთ სამომავლო საქმიანობაში.